მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით მე ვარ კატო დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით ესე რომ ვთქვათ გაშალეთო ახალ არსებულ ახალ პარტნიორს ანუ როგორც ჩანს ადამიანის ცხოვრებაში არის გამოჩენილი ახალი პარტნიორი და აინტერესებს პერსპექტივები ხო როგორ განვითარდება ან რას ფიქრობს ეს ადამიანი ну ესეთი შეიძლება ბევრი იყოს ესეთი ადამიანი აინტერესებდეს ახალი ურთიერთობები და ну რა განვითარება აქვს ამ ურთიერთობებს ხო ამიტომ მოდით ვნახოთ ესეთი ურთიერთობა და მოდით ალბათ ცოტა ესეთი ახალია ურთიერთობა ჯერ კარგად შეიძლება არ იცნობდეთ პარტნიორს ამიტომ იმისთვის რომ მივხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა სიგნიფიკაცია გავაკეთოთ თქვენი ხო ანუ თქვენ ხართ როგორი ადამიანი ხართ რა ენერგიებში ხართ და მაგის მიხედვით გავსაზღვროთ მე არის თუ არა თქვენი გაშლა რომ ახალ ურთიერთობაში შეიძლება ჯერ კიდევ არ იცოდეთ ადამიანის რეალური სახე მოკლედ დავიწყოთ ვინ ხართ თქვენ როგორი ადამიანი ხართ ადამიანი რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ესე ვიტყოდი ადამიანი რომელსაც უყვარს ძალიან ოჯახური გარემო ხო შესაძლებელია ну ყავდეთ ზურგსუკან შვილები ვიღაცისთვის ესეც შესაძლებელია მუშაობს შრომობს თქმის ხო ადამიანი რომელიც მზად არის ნებისმიერ ადამიანს გაუწოდოს ხელი დახმარების ხო თქვენ ხართ ადამიანი რომელიც არ ზოგავს თავს ესე ვიტყოდი კი არ ზოგავს თავს იმაში რომ სხვა ადამიანს გაუწოდოს ხელი არ ზოგავს თავს იმასთან მიმართებაში რომ შეიძლება თავისი რაღაცა საკითხები გვერდზე გადადოს და სხვას დაეხმაროს ხო ადამიანი რომელიცაც მე ესე ვიტყოდი აქვს ძალიან დიდი სიკეთის კეთების სურვილიც აქვს და ქმედებაშიც მოყავს ესე რომ ვთქვათ ხტებით ადამიანი რომელიც ყოველთვის მზად არის თავის ოჯახზე ვთქვათ ოჯახის წევრებზე აიღოს პასუხისმგებლობა ხომ ძალიან ბევრს მუშაობს ხო ესე ვიტყოდი შეიძლება ესეც ითქვას და ნახეთ აი თქვენ ხართ ადამიანი რომელიც რაღაცა სიახლეს ეძებს შეიძლება ითქვას ერთის მხრივ რომ ნახეთ ძალიან ბევრს აკეთებთ ბევრს შრომობთ ბევრს ეხმარებით ხომ თქვენს გარშემო ყოფი ადამიანებისთვის ძალიან დიდი იმედი ხართ შეიძლება ითქვას მაგრამ თქვენთვის ესე ვიტყოდი რომ ძალიან თითზე ჩამოსაწვრილი ადამიანები შეიძლება იყვნენ თქვენი იმედი და აი ადამიანები რომლებიც თქვენზე ზრუნავენ ხო აი რაღაც არის ხოლმე ესეთი მომენტი როდესაც ადამიანი ყოველთვის ყველასთვის მზად არის მაგრამ მის გარშემო როცა მას უდგება ცოტა ესეთი რთული პერიოდი ძალიან იშვიათია რომ ვინმე დაეხმაროს ძალიან იშვიათია ვინმე მრჩევა მისცეს თუნდაც ხო ახლა მატერიალურზე არ არის აქ საუბარი მაინდა-მაინც ხო თუნდაც ემოციური უბრალოდ მოისმინოს მისი პრობლემები ხო შეიძლება ერთხელ მოისმინოს მაგრამ მეორედ მესამედ აღარ მოისმენს ანუ აქ ცოტა ესეთი მომენტი არის გულდაწყვეტის მდგომარეობა და შეიძლება ითქვას რომ ფიქრობთ ალბათ ხო აი ფიქრობთ კიდევაც იმას რომ მოვიდა დრო რომ თქვენზეც იყოს ორიენტირებული თქვენ ბედნიერებაზეც იყვნენ ორიენტირებულები თუნდაც ოჯახის წევრები თუნდაც შვილები თუნდაც მშობლები თუნდაც მეგობრები და რაღაცას სიახლეს ეძებს შეიძლება ითქვას ცხოვრებაში. ну აქ თუ ადამიანი არის ну დაშორებული მით უმეტეს რაღაცა გულნატკენი არის რა თქმა უნდა იმ ურთიერთობაზე და ну ეძებს რაღაცა ისეთ ну ეძებსაც ცოტა ისეთი ნათქვამია თუმცა ხო აი რაღაც არ უნდა რომ იმედგაცრუებული იყოს ყველაზე ანუ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს ესე რომ ვთქვათ და რაღაც ეძებს ყველა ადამიანში იმ რესურს რომელიც შეიძლება რომ
კარგი იყოს, ხო? ანუ თურმე არ ყოფილა ყველა ერთნაირად, თქვათ, იმაზე ორიენტირებული, რომ როგორ გამოიყენონ ადამიანის რესურსი, ფინანსური თუ ემოციური და ვიღაცაც ზრუნავს მასზე, ვიღაცაც რაღაცას აკეთებს. მე ესე ვიტყოდი, რომ ცოტა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თვითონ ხართ ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ პირადი ურთიერთობის მდგომარეობა ცოტა გვერდზე გადაწიოს და უფრო მატერიალურზე გადავიდეს, იმიტომ რომ აქ მაინც უფრო მატერიალური არკანებით ამოდიხართ და ნახეთ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვს, ვიღაცას შეიძლება მართლა არ ყავდეს მაინდა-მაინც შვილები და რაღაცა მშობლებზე პასუხისმგებლობა, მაგრამ თავისივე კრედიტები იყოს, ხო, თავისივე რაღაც საჭიროების ესეთი, ანუ რაღაც მანქანის კრედიტი იყოს, ან ბინის კრედიტი, ანუ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად უფრო მეტი რესურსი გადაიტანოს მატერიალურ მდგომარეობაში. შესაძლებელია ეს ის მომენტიც იყოს ადამიანისთვის, როდესაც არაერთხელ გაუცრუდა პირად ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, იმედები და გადაწყვეტა, რომ მოდი მე ჩემი, რა ვიცი, ენერგიას, ემოციურ ენერგიასაც რაღაც ეს პირადი ურთიერთობისთვის დასათმობ დროსაც ჩავდებ მატერიალურში, ბევრს ვიმუშავებ, ვთქვათ, თუ ერთ სამსახურში ვიმუშავებდი, ხა ორში ვიმუშავებ, იმისთვის რომ არ მქონდეს გამონთავისუფლებული სივრცე, არ მქონდეს გამონთავისუფლებული დრო იმისთვის, რომ რაღაცა პირად ურთიერთობებზე ვიფიქრო, ხო, იმიტომ რომ როდესაც ამაზე ვფიქრობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან მტკივა და შეიძლება საკუთარ თავზეც ვბრაზობ, ხო, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა არ ლაგდება, ესე ყოველთვის ადამიანი რატომღაც მაინც თავის თავზე ბრაზობს ხოლმე. აქ არის ესეთი ეს ბრაზიც არის კიდევ იცით როგორი მომენტი, რომ აი არის მომენტი, როდესაც რაღაცას ხედავთ, რაღაცას ვამჩნევთ, მაგრამ თვალს ხუჭავთ, ხო? აი მერე უკვე უფრო მეტად ხდება საკუთარ თავზე გაბრაზება, საკუთარ თავზე ნაწყენ მდგომარეობაში ყოფნა, იმიტომ რომ, ну, ეს ყველაფერი ვიცოდი, ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ხედავდი და ნახეთ, მე მაინც მივეცი გამოყენების საშუალება ადამიანს, რომ ჩემი რესურსი გამოეყენებინა, ის რომ თქვათ გული ეთკინა ჩემთვის, ხო? თუ ხედავ ხა ადამიანი, რომ არ ზრუნავს, თქვათ, და არ ცდილობს, რომ იყოს თქვათ, ჩემს მიმართ ყურადღებიანი, რაღაცა ამაში დაკარგა 30 და 40 წელიწადი და მე მიხვდა, რომ აი ეს თურმე ის ყურადღება, რომელიც აკლია, რა თქმა უნდა, ადამიანი ისევ თავის თავზე ბრაზობს, იმიტომ რომ რისთვის დავკარგე ეს წლები, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის. კარგით, ნახოთ, თუ ამოეცანთ თქვენი თავი და თუ ეს თქვენი გაშლა, ნახოთ. დავიწყოთ იქედან. როგორ ადამიანად, როგორ პარტნიორად გხედავთ ეს პიროვნება, ხო? ვიზეთ так შევფიქრებულ, როგორ პარტნიორად გხედავთ. საკმაოდ ლაღი, საკმაოდ თბილი, საკმაოდ ემოციების გამცემი ადამიანი, რომელიც აი თავიდანვე ამოხვედით ოჯახის არკანით, ახაც როგორ გხედავთ, ისე როგორც ოჯახს. ან ნახეთ, ადამიანის ხედავთ, რომ ხარ ძალიან მზრუნველი, ძალიან კომფორტული პიროვნება, ხო? ურთიერთობაში შეიძლება ესე ითქვას ძალიან ისეთი მორიდებული შეიძლება ითქვას. თქვენ აძლევთ ადამიანებს თქვენს გარშემო სიმსუბუქეს, ბედნიერებას, ცდილობთ რომ შეუქმნათ კომფორტის ზონა, ესე რა ვთქვათ, განსაკუთრებით ურთიერთობაში. კი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან ისეთი გადაუშალოს გული, თითქოს იცით როგორი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი გულნატკენი ხართ და შეიძლება არ ამჟღავნებდეთ ესე მათ, მაგრამ ადამიანი რატომღაც ხედავს იმას თქვენში, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც აი ემოციები სჭირდება, რომელიც რაღაცა ის არ არის მატერიალურზე ორიენტირებული, ხო, უფრო რაღაცა სულიერებაზე, შეიძლება რაღაც გიყვართ თეატრი, საუბრობთ რაღაც ისეთ წიგნებზე, რომელიც თქვათ სულიერებაზე არის ძირითადად და რაღაცა ისეთ თქვენი სასაუბრო თემა არ არის რაღაცა ყოველდღიური დაწვრილმანება, ხო, რაღაც უფრო მეტია ვიდრე ყოველდღიურობა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც, არ ვიცი, აშკარად ადამიანი გხედავთ და აღიქვათ პარტნიორად, რომელთანაც შესაძლებელია ძალიან კარგი
ურთიერთობის ჩამოყალიბება. ურთიერთობის, სადაც არ იქნება დაძაბულობა, სადაც არ იქნება პრობლემები, სადაც მაქსიმუმის მაქსიმუმს ჩადებთ თქვენ, ხო? სადაც უბრალოდ შეეცდებით, რომ ადამიანს შეუქმნათ კომფორტის ზონა, სადაც თქვენი პრობლემების და თქვენი სიტუაციების მდგომარეობას გვერდზე გადადებთ და არ გამოამჟღავნებთ ამას ურთიერთობაში, ხო? აი რაღაც არ მოყვებით მაინდა-მაინც იმას, რომ რაღაცა სასოწარკვეთილი მდგომარეობაში, თუნდაც ცუდ ხასიათზე იყოთ, მაინც არ ანახებთ ადამიანს. აი ადამიანი გხედავთ, რომ თქვენ ხართ საკმაოდ ისეთი კარგი პარტნიორი იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად სიმშვიდით. შეიძლება კარგი დიასახლისიც ხართ თქვათ და თქვათ უკვე გასინჯული აქვს თქვენს მიერ გაკეთებული რაღაცა სადილი და თვლის რომ აი ძალიან კარგი მეოჯახე ხართ, ხო? ანუ აი რაღაც ეს მომენტია. თუ ახლა აქ ის მომენტია, რომ თქვენ ყავთ შვილები, ნუ შეიძლება ხედავდეს როგორც კარგ დედას, რომელიც ძალიან ბევრ სითბოს დებს თავის შვილებში, ძალიან მზრუნველია, ხო, რაღაცა, ანუ ყოველ შემთხვევაში, ანუ რა ვიცი, ეს ადამიანი აშკარად გხედავთ, რომ თქვენთან ძალიან კარგი დადებითი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ხო? კარგით, მოდით ესე ვიკითხოთ. კარგია რომ ესე გხედავთ ურთიერთობაში როგორც დადებით ადამიანს და სასიამოვნოს, მაგრამ თვითონ როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან? თვითონ რა ურთიერთობა სურთ თქვენთან? თვითონ მე ესე ვიტყოდი რომ ცოტა ცივი ადამიანია, ესე მარტივად არ არის რაღაც როგორ ვთქვათ, მარტივად არ იღებს ყველას და ყველაფერს. რა ურთიერთობა სურს? ამ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ ადამიანს უბრალოდ სურს, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს თქვენთან მიმართებაში, უფრო მეტი რაღაცები აიგოს, ხო, ვთქვათ, როგორი ხასიათი გაქვთ, რა კიდევ ანუ იქნებოდა, ну ეს არის პირველადი ემოცია, პირველადი ეფექტი, ვთქვათ, თქვენი, რომელიც დაინახა ადამიანმა, ხო, მე ხარ თავიდან ყველას ვეპრანჭებით, ხო, ქალბატონების ეპრანჭებიან მამაკაცებს და მამაკაცებიც ეპრანჭებიან ქალბატონებს. უბრალოდ დროთა განმავლობაში მე სამწუხაროდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობაში გადადის, ვიღაცა ეჭვიანია, ვიღაცა რაღაც ზედმეტ მოთხოვნილებები უჩნდებათ და ასე შემდეგ, ხო? ყოველ შემთხვევაში ადამიანი როგორ ანუ რა უნდა ამ ეტაპზე თქვენთან ურთიერთობაში, თან მიმართებაში? მე ვიტყოდი, რომ რაც უნდა აქტიური ურთიერთობა. მე ანუ აქ უბრალოდ შეიძლება ითქვას მიმოწერა, შეიძლება ითქვას რაღაცა შეხვედრები, ხო? ნახეთ დაბალანსებულ და ნახეთ ადამიანს არ უნდა რომ რაღაცა იჩქაროს. ადამიანს არ უნდა რომ რაღაცა აყვეს ემოციებს და უეცარი აი როგორ ვთქვათ, აი ერთ კვირაში აი მიყვარხარ უკვე თქვათ, ხო, რაღაც აი აქ სიჩქარე არ უნდა ადამიანს ურთიერთობაში. ნუ ამ ეტაპზე არ უნდა ყოველ შემთხვევაში ხა გაშლაც ისეთი მომენტია, ხო, ახალი ურთიერთობა. აქ უნდა უბრალოდ ადამიანს რომ მეტად დაგიახლოვდეთ, მეტი კომუნიკაცია გქონდეს თქვენთან, მეტად გაიცნოს თქვენს გარშემო ყოფი ადამიანები, ხო, ვისთან მეგობრობთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული ცხოვრებისეულად, თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს უნდა მიმოწერა, შეხვედრა, კომუნიკაცია, მაგრამ ნახეთ მეორეს მხრივ ეს არის ის მომენტი კიდევ სადაც ყველაფერზე კი ბატონო, კომუნიკაციაც კარგია, ურთიერთობაც კარგია, შეხვედრაც კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც უნდა იყოს რაღაცა, როგორ ვთქვათ, თქვენსა და მის შორის რაღაცა ისეთი წითელი ხაზები, სადაც ძალიან ესე არ შევიჭრებით ერთმანეთის ცხოვრებაში, ხო, რაღაცა ესე ძალიან არ უეცარი, ისეთი ის არ გვექნება ცვლილებების სურვილი, ხო, თუნდაც თქვათ, ახან ორი კვირა ვხვდებით, არ ნიშნავს იმას, რომ მესამე კვირასაც ვთქვათ, ყოველდღიური შეხვედრა უნდა გქონდეს, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი აქ, აი თან აქტიური ფაზა უნდა, მაგრამ თან აი ეს აქტიური ფაზა უნდა იყოს რაღაცა ფარგლებში, ხო, რაღაცა ესეთი შეზღუდული
აქტიურობა, ესე რომ ვთქვათ. კარგით. მოდით ესე ვიკითხოთ. აქვს თუ არა პერსპექტივა თქვენს ურთიერთობას? განვითარების, ხო? ანუ რა პერსპექტივა აქვს უბრალოდ, აი რა პერსპექტივა გააჩნია ამ ურთიერთობას. ჯერჯერობით ნორმალურად მიდის, ხა საკმაოდ კარგად ხედავთ და ადამიანსაც საკმაოდ ინტერესი ნამდვილად აქვს. და ნახოთ, აბა პერსპექტივა თუ არის თქვენი ურთიერთობის. აი პერსპექტივის რა მოგახსენოთ, ხა პერსპექტივასთან მიმართებაში ძალიან ცოტა რთულად გვაქვს საქმე. ხა უბრალოდ ამარკანით პერსპექტივა, როგორ ვთქვა, რომ რაღაცა პერსპექტივა არის თქო. პერსპექტივის კუთხით, როგორც ჩანს, არის რაღაცა ისეთი მომენტები, როდესაც, უბრალოდ ვთქვათ, წინაღობა არსებობს ამ ურთიერთობაში და შესაბამისად პერსპექტივაზე ესე ცოტა რთული არის საუბარი აქ. მოდით ვიკითხოთ, აბა რა ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს თქვენ ურთიერთობას და უფრო კარგად გავიგებთ, რა ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს თქვენთან ურთიერთობას. ანუ ნახეთ რა ხდება ახლა პერსპექტივაზე, რატო ვერ საუბრობს ეს ურთიერთობა გეტყვით, იმიტომ რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ცოტა სხვა ცხოვრებისეული მიზნები აქვს, შეიძლება ითქვას, ხო რაღაცა ვთქვათ კარიერის კუთხით, რაღაცა სიტუაციები, რაღაც არჩევანის წინაშე შეიძლება დადგეს ეს ურთიერთობა. მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან არ მინდა რომ ვთქვა, რომ აქ მესამე პირების არსებობაც არის და არ მინდა რომ ვთქვა, რომ აქ არის, ხო, არ მინდოდა მე სამკუთხედი სიტუაციაზე წასულიყო სიტუაცია, მაგრამ სამწუხაროდ არის. აქ არის დაფარული ურთიერთობა, შეიძლება უკვე დასრულებულიც იყოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ, ადამიანისთვის შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობს იმას, რომ მოტრიალება შეიძლება ამ ურთიერთობაში, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ არის შანსი ამ ურთიერთობის აღდგენის. ნახეთ, პერსპექტივა იმიტომ არ არის აქ ურთიერთობის, რომ აქ ხელისშემშლელი ფაქტორები არის წინა ურთიერთობა, მესამე პირების მდგომარეობა, რომელიც და უფრო მესამე პირების მდგომარეობა ყოველთვის ამოხმარება შეიძლება ოჯახის წევრები თქო, მაგრამ აი აქ თითქოს ოჯახის წევრებზე არ არის აქ. შეიძლება ყავს ყოფილი მეუღლე, ან თუ მეუღლე არ არის, ყოველ შემთხვევაში ყოფილი ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა პატარა მტკივნეული მომენტები განიცადა, რაღაცა ისეთი მძიმედ გადაიტანა და ჯერ კიდევ არა აქვს მაგალითად გადატანილი, ხო, ეს მომენტიც არის და კიდევ აქვს იმისი ფიქრი, რომ შეიძლება ითქვას, რომ აქ სიტუაცია მოტრიალდეს, ხო. შეიძლება თქვენთან ურთიერთობა უბრალოდ ეს იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანი იმისთვის, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. ხან არის ხოლმე ესეთი ის, რომ რაღაცა ურთიერთობა როდესაც სრულდება, ადამიანი ეძებს სხვას იმისთვის, რომ დაივიწყოს ის ურთიერთობა. ნახეთ, აქ ხელისშემშლელი ფაქტორები არის. ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ მტკივნეულად არის ადამიანის გულში, ესე რომ ვთქვათ, და
კი, ახლა არ ვიტყვი იმას, რომ ადამიანი არ უნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ თლად ნახეთ, გამოსვლა ერთია, მაგრამ გამოსვლა უნდა ამ სიტუაციიდან ოღონდ ისევ იქ აღდგენით და შემოტრიალებით სიტუაციის და აქ დაფარული მომენტები იქნება, არის შეიძლება ადამიანი მაგიტომაც რაღაც არ გაიხსნას ბოლომდე და იმიტომაც შენახეთ, იმიტომაც უნდა შესაძლებელია ადამიანს რომ რაღაცა ბოლომდე არ მოვიდეს თქვენთან, რომ რაღაცას იმედი არ შეგიქმნათ და თქვენც არ შეგხვიდეთ მის ცხოვრებაში ისე ბოლომდე, რომ მერე გასვლა გაგიჭირდეთ და ტკივილი მიიღოთ, ხო, ურთიერთობიდან თუ ხა იქ აღადგინა მერე ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თქვენთვის ტკივნეული იქნება. აქ პერსპექტივაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ ვერანაირად, იმიტომ რომ აქ ჯერ ადამიანს არ აქვს დასრულებული სხვა ურთიერთობა და ყოფილი ურთიერთობა, ესე რომ ვთქვათ. ვისთვის რა არის, ხო? ვისთვის მეუღლის მდგომარეობა, ვისთვის საყვარელი ქალბატონის თუ მამაკაცის მდგომარეობა და აქ ხელი შემშლელი ფაქტორები არის ზუსტად ის მდგომარეობა, რომელიც პერსპექტივაში წინაღობას გაძლევთ, ხო? აი რაღაც პერსპექტივა იმის, რომ რაღაც განვითარდება და სიყვარულს აგიხსნით და ასე შემდეგ, აქ არ არის ესე იმიტომ რომ აქ აშკარად სიყვარულის და განვითარებაც სხვაგან უნდა ამ ადამიანს, სხვა ურთიერთობაში უნდა. აქ არიან მესამე პირის მდგომარეობა, აქ არის რაღაცა ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იცით რა მომენტი არის, რაღაც მომენტში შეიძლება ვთქვათ, რომ მოდით იქ აღდგენის თემას რომ შეიძლება ვთქვათ არ იყოს ვთქვათ აღდგენის ესე რომ ვთქვათ საშუალება ხო, ანუ ვთქვათ ტკივილი მიიღო, კი უნდა მოტრიალება, მაგრამ აღდგენა არ იქნება, თუმცა მაინც ვერ იქნება მზად იმის გამო, რომ ნახეთ თუ არ დაასრულებს ადამიანი ამ ტკივილს და თუ არ დაასრულებს ამ რაღაცა ემოციას, რომ მოდი მე წავალ ჩემ გზაზე გავალ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ვერც დაიწყოს ურთიერთობა, ანუ თუ არ გასუფთავდება ადამიანი და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მას თავის ცხოვრება აქვს და ახალი ურთიერთობისკენ და წავიდეს, ნუ ვერც დაიწყოს ურთიერთობას. კარგით, მაშინ რახან ესია, რომ ჯერჯერობით განვითარებაზე არ გვესაუბრება, განვითარებას ურთიერთობისას, ანუ აქ არჩევანის წინაშე დგება ადამიანი. და ხელშემშლელი ფაქტორები არის. მოდით ვნახოთ, მაშინ თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ ურთიერთობაში? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ რას გირჩევთ? ბატკანები, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ნახეთ, თქვენ მე ესე ვიტყოდი, რომ საკუთარ თავს აუცილებლად უნდა ესეთ პატივი პირველ რიგში და თქვენი პოზიციები და გაიმყაროთ, ესე რომ ამ ადამიანის თვალში როგორც ხართ, ეს რაღაცა ძლიერი და ზრუნველი და ესეთი თბილი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს უნდა დარჩეს, მაგრამ ნახეთ, ამ ადამიანს მე ესე გეტყოდით, რომ ნუ შეიქმნით იმედებს უბრალოდ თუ თქვენთვის რაღაცა ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანია, საინტერესო პიროვნება, მიეცით შანსი ურთიერთობას, მაგრამ ნახეთ, არ შეიქმნათ ილუზიები, რომ რაღაცა სასწაულები მოხდება, რომ რაღაცა არაუშავ რა მე ჩემი სიყვარული ორივე სიყვარულს გაუძლებს, ორივეს მაგივრად მე ვიქნები ინიციატორი ურთიერთობის და რაღაცა მე გავქაჩა და ჩემს ზურგზე ავიღებ ამ ურთიერთობას, ესე არ იყოთ, არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რაც გაქვთ დაშვებული. პირდაპირ გეუბნებათ სამყარო, ეს შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ ზუსტადაც რაც დაუშვით შეცდომები აქამდე იგივე შეცდომები არ დაუშვათ და ეს იყოს თქვენთვის ციკლის დასრულება, რომ აი თუ იგივე შეცდომებს არ დაუშვათ, თქვენ მერე უკვე ბედნიერი იქნებით, ხო? თქვენ უკვე მერე გამოგიგზავნით სამყარო იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად თქვენთვის იბრძოლებს, თქვენთვის იქნება, ხო? აქ ემოციებს არ აყვეთ, არ მისცეთ საშუალება რაღაცა
რო იტყვიან ეიფორიას, რომ საბოლოო ჯამში ისევ თქვენ დარჩეთ ნატკენი, ხო? აქ კი შეგიძლიათ მისცეთ შანსი ურთიერთობას, ანუ თქვათ გაუწოდოთ დახმარების ხელი, იმიტომ რომ ეს თქვენთვის პირველი არ იქნება, როდესაც ადამიანს ეხმარებით, როდესაც ადამიანს გონებას უსუფთავებთ, ხო? რაღაცა სხვა რაკურსით აანახებთ ცხოვრებას და ეს თქვენ შეიძლება ითქვას, რომ თქვენში ზის კიდევაც ეს, ხო? აი რაღაცნაირად ითხოვს თქვენი სულიერი მდგომარეობა, რომ ყოველთვის რაღაცა გვერდში დაუდგეთ, ხო და ანუ მიეცით თქვათ ამ ადამიანსაც ის რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდეთ, მაგრამ ნუ შექმნით მისგან რაღაცა ზე პარტნიორის პროტოტიპს, ხო, აი რაღაცა ეს არის და იმის იქეთ რაღაცა ესეთი არავინ არ არის, ესე ნუ იფიქრებთ, ხო, რაღაცა უფრო მიწაზე იყავით, მყარად დამდგარი და არ მისცეთ საშუალება, რომ დაინგრიოთ, ხო, რაღაცა აი თქვენი იმედები არ გაცრუვდეს. მე ნახეთ, ადამიანებს გვაქვს ესეთი ძალიან ცუდი ჩვევა ზოგადად, რომ თითოეულ ადამიანში, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობაში მეორე მხარეს რაღაცა ჩვენს წარმოსახვაში, როგორიც გვინდა რომ იყოს, რაღაცა ვცდილობთ რომ მივაკეროთ ყველაფერი და ბოლოს რომ აღმოჩნდება რომ თლათ ისი არ არის და ეს ყველაფერი ჩვენი მიკერებულია და თურმე ადამიანი აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანია, მე უბრალოდ გული გვწყდება ხოლმე რომ აი რაღაცა იმედები გაგვიწრუდა და იმედები კი არ გაგვიწრუდა ჩვენი ოცნებები, ანუ ჩვენივე შექმნილი არასწორი შეხედულებები იყო და თავიდანვე ჯობდა რომ სწორად დაგვენახა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. კიდევ რას გირჩევთ? ხო, აი ნახეთ, მიყევით უბრალოდ სიტუაციას, თუ ხა თქვენ თუ ეს ურთიერთობა რაღაცა გაძლევთ ემოციას და თქვენ თუ რაღაცა გჭირდებათ ურთიერთობის კუთხით ადამიანური ფაქტორი, მოდით ესე ვთქვათ, იმეგობრეთ, ხო, ადამიანთან უბრალოდ იმეგობრეთ და ნუ ალბათ კარგი იქნება თუ უბრალოდ თვითონ სამყაროს დააცდით, როგორ განავითარებს სიტუაციებს, ხო? არ დააჩქაროთ არაფერი, არ დააჩქაროთ მოვლენები და პროცესები და არ შეიქმნათ ილუზიები. აი თქვენთვის რჩევა ეს არის. უბრალოდ მიყევით ურთიერთობას სად გაიყვანს სამყარო, ხო? სად წავა, საით იქნება თქვენი კურსი საბოლოო ჯამში აქ ურთიერთობის, ხო? ნუ ეხა და ამ ეტაპზე ადამიანი, როდესაც ტკივილებში და რაღაცის გადალახვას ცდილობს, ცოტა რთულია ისაუბრო თან ახალ ურთიერთობაში, თუ ხა ძალიან ისეთი ახალი ცინცხალი ურთიერთობა, ჯერ იქნება სულაც არ მოგწონთ მისი ხასიათები და მისი შეხედულებები, ხო, ერთი შეხედვით კარგად აზროვნებს და კარგად საუბრობს და მეორე მხრივ როგორ იმოქმედებს, ეს კიდე სხვა მომენტია, ხო? ანუ ქმედება და საუბარი ძალიან განსხვავდება ხოლმე ურთიერთობაში, ამიტომ აქ ეს მომენტი არის. შეიძლება ეს ადამიანი კიდევაც გეუბნებით, ეს რაღაცა კარმულად გამოგეგზავნოთ, რაღაცა ისეთი სასწავლებლად გამოგეგზავნოთ, ან უბრალოდ იმის სანახავად, რამდენად ისწავლეთ ურთიერთობებში დანახვა და რამდენად ისწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა და დაფასება, ხო? აი რაღაცა ესე რო ვთქვათ, ხო? ეს საკუთარი შინაგანი მეს დაცვა. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გასვლა, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, თითოეულ თქვენთაგან სიყვარულს, წარმატებას. რა თქმა უნდა, პირადი გაშლებისთვის უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე და ნუ არ ვიცი, ეს საჯარო გაშლა არის, ალბათ ყველასთვის რაღაცა ინფორმაცია ერთი და იგივე ნამდვილად ვერ იქნება და ყველასთვის ესეთი მომენტი, ისე რომ შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებით პირადი ურთიერთობის კუთხით, რა როგორ განვითარდება და რა იქნება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობაში და ჩაეწეროთ. მე კი გემშვიდობებით დროებით.